წევრი შოთა არველაძე. პირველად ხარ ხო ღამის შოუში? მამ აი რო გიყურებ, ასე მგონი მესამედ ხარ უკვე. მესამე თუ ასე გონია რომ სუაქაო. სუაქა ხარ ხოლმე, ხო? რეზის რო თვები არ გაცვენოდა და რიჟა არ ყოფილიყო, ალბათ ყველა იფიქრებდა რომ აჩი როცა იყო აქ პირველად თუ არ ვცდები, მოყვა ესეთი ისტორია, რომ ესე იგი რაღაც სიტუაციაში ერთმანეთს ვეცვლებოდით. თქვა ეს სიტუაცია რა იყო? თუ გახსოვს რასაც ვამბობ. მახსოვს. აბა რა სიტუაციაშია? პირდაპირ ეთერია, მახსოვს. ხო და ეს ესეთი მაიმუნობები თუ რა დავარქვა ამას, ეს ხშირად გაქვთ ხოლმე თუ სუღლუტობები. ხშირად გაქვთ ხოლმე თუ მარტო ეგ ერთი შემთხვევაა? ხო მორჩით 90 წელს მაგას. მაგ სუღლუტობებს ხაზი გადაუსვით, ხო? ესე წითელი ფლომასტრით გადავა. და 90 კიდე რა ყოფილა ეგეთ? ხოჭი ხელი ცოტა კანგადა. ჩამო. და 90-მდე კიდე რა ყოფილა ეგეთი სუღლუტობა? სად შეგიცვლიათ ერთმანეთი? ხო, გერმანია რომელი წელი იყო 97 მე მგონი, აჩი დაიმტრა. უხლიეთკინა და ისეთი დროა მაშინ ახლა ოპერაცია რომ მოვიკითხეთ ჯვარდინა იოგი გაუწყდა და ახლა ვინც იცის ეს ტრავმა რას ნიშნავს ესე ხსნიდნენ მთელ ფეხს მთლიანად და საარტროსკოპი ეს ზუსტად ორი წერტილია რა ესეთი ახალ შემოსულიყო ევროპაში მაშინ ესე აკეთებდნენ ჩვენთან ნუ ინდოეთი იყო რა ქნა ახლა მამაჩემა იფიქრა და ნუ ვინ არ ჩართეს ახლა ამ საქმეში რა თქმა უნდა დრო მიდის ეს ოპერაცია დროზე არის გასაკეთებელი მოკლედ ბევრი რა ლაპარაკო 8 თვე გავიდა სანამ საბუთები შეიკრიბა და ძალიან დიდი მადლობა ვიკა გელოვანს სოლიკო ხაბეშვილის ფონდმა დაგვეხმარა ძალიან მაშინ და ნუ ძალიან ბევრი ხალხი იყო ამაში მონაწილე მიზას არ გვაძლევდნენ ოჯახს აქეთ-იქით მოკლედ მეაჩი და კიჩა წავედით გერმანიაში მიუნხენში ოპერაციის გასაკეთებლად აჩის მე გვერდში ვედექი ნუ კიჩა რა თქმა უნდა როგორც მამა და მშობელი და რო ჩავედით გადაწყდა რომ ოპერაცია უნდა გაიკეთოს ყველაფერი გაიკეთა კარგად ყველაფერი ჩვენ მე აჩისთან ერთად რჩებოდი საავადმყოფოში და კიჩა სასტუმროში მიდიოდა მოდიოდა და მეორე დღე აწუხებდნენ აჩის თუ რომ ყავარჯნებზე სიარული ესწავლა და შემოდიოდნენ დილას სინათლეებს ანთებდნენ 6 საათზე იწყებენ ჩვენები ვიტკი არ არიან ჩვენ ინდოელები ვით ხო ინდოელები ვიტკი არ არიან 6 საათზე გამოწყეპილები ჩათეთრებულები რას ხმარობენ არ ვიცი ფხნილს არიელია თუ ეგ არ ვიცი მაგრამ მაგარი გათეთრებულები სუპერ ხო და მოკლედ შეგვჭამეს ადექი და ამაზე ზეზარებოდა ეხლა დილას ადგომა და ბოლოს რომ შემოვიდნენ ერთ შემოსვლაზე სინათლეს ტოვებდნენ რა არ აქროვდნენ ხო ნუ აჩიმის მანიშნა რომ ადე ჩააქრევა მონასავით რა ვეკრა ეხლა ფეხი იწვა წამოხტი უცებ ჩავაქრე და სანამ ჩავაქრე დამარტყა თავში უცებ ესეთი ხალათები როა ხო ეს უკნიდან გახსნილი ლამაზად რო ჩანს ყველაფერი ტაკუნები ხო და გაუყარე რაღაც ხელი აჩის ესე შინაე ქონდა დიდი ბამბა იყო მერე გიფსი რაღაც შემოხვეული შემოვიხვიე ფეხზე კასტილები აიღო და გამოვედი ხო და ამინახეს ახლა გათეთრებულებმა სულ ბაჭიებმა ო იავოლ აჩი ვაითასო იძახიან ეს შპაცირენ რაღაცა ანუ რაო კარგი ბიჭი ხარო რომ ჯიგარი ხარო გამოხვედიო ეგრე გააგძელიო გაისენ გამაისენინეო რა ხო და მეთქი გაგასეირე არის ნუ ალბათ 7-ია
10 წუთი რის. ესე იქნება. მოკლედ გამოვედი ახლა ესე. რაღაცა და უცებ ცოტა არ მაცდი რა და მეცენ უცებ რომ ნელა ანგზამბით. ხოლმე მეთქი გეხვეწები დამეჭირე ცოტა მან მომეჭირა გავისწორებ მეთქი და როგორც კი მივეცი ეს ყავარჯნები და დაუგაზე ეგრე. დაუგაზე და გავარია ნუ ცეცხლი უკიდია მუხს ახლა წარმოიდგინე საათ ნახევარს თუ მეც არა იყვნენ სახსარში აი ესეთი გასიებული ხო იცი ახლა თვითონაც ფეხის დადგმაზე ლაპარაკი ზედმეტია ნუ 6 კვირაში ფეხი უნდა დადგას მე უნდა 25% დადგას მე ცოტა შეადო მე ქუსლი წვერი ხო არა ესეთი რაღაც მე ველოსიპედზე მე ცურვა ესეთი 6-დან 8 თვემდეა აღდგენითი პროცესი ამ ოპერაციის და მე მეორე დღეს გარბი ვარ და ხოიცი იმაში რომ ნუ პაგაძიში ზაიც რომ მოდის ეს ყვავილები და აი ეგრე ამოდის კიჭას აწყალი კიბეებზე ბანანებით რა ჩაატარა ნუ სე მაშინ ახლა ამის მოგვარება ახლა მეცინება თორე სასწაული ურთულესი რამე მიმხეშობენ საწყალო აიფიქრა ეს რა გააფრინა ამ ნარკოზის მერე ან მე ზურგით გავგვარ მარტო მიჩას ახლა ღვაზე ხარ შობელი მამაც შობელმა მამაც ვერ მიცნო რაზე ხა მამასაც კი გაუჭირდა ესე იპურებოდა კიჭა ეს გაშეშებული ესენი მომზადე რომ ფუტ კაპუტ მეუნებიან რომ ოჩა ფუტბოლ კაპუტ არჩილ კაპუტ მე კიდე ვირთხარ რა კაპუტ ახ მეთქი ხოიცი ესეთ რაღაცებს ვაკეთებ რა კაპუტ მეთქი ჯანზე ვარ ბურთი მომეცი შემოვარდნენ უცებს უყველა ჩემს რა ვქრათ ძმას დაუძახოთო ნუ უკვე შანსი აღარ არისო რომ იქნება ამა რაღაცა გვიშველოს ესე ხო დამდები ესე ვიცილებდი ხო არა რომ მომდევდნენ ეს ვაკეთებ გოს რო შეაგდებენ და რო გარბიან ხო იცი გაიცი შემოვარდნენ აჩი ესე გათიშულს ძინავს ვაფშე წარმოდგენა რა რა ხდება და დაიხოცეს ის აი ხო ეს გათეთრებულები ხო იყო ამოიგანგლენ სადიპოეს ტვერი არ ვიცი გაკრიალებული იყო რას ეხახუნებოდა ვერგარი მაგრამ ამოიგანგლენ სუდა იქიდან ერთ-ერთი დარეკვა რა თბილისში და დედაჩემი მეუბნება რომ იქიდან ამბავი მოვიდა რა ჩიტმა ამბავი მოვიდა ამ გერმანელმა ჩიტმა ჩოდრა მამას აჯავრებენო ბიჭები მამას აჯავრებენ ხოდა მოკლედ პირობა დავდებით რომ მამას აღარ გავაჯავრებ ეს იყო ანუ ეს იყო ბოლო ეგეთი ცულუტობა შეცვლა ხო ნუ ახლა ეს ისეთი შეცვლა იყო რა რომ საჭირო შეცვლა იყო აჩისთვის რომ დაეძინა ხო აჩისო ცოტა ჯანზე მოსულიყო დაძინებული ისინიც ხო ტყუპები არიან ხო წინა შეცვლები უფრო ორივეს რო გჭირდებოდა ისეთი იყო წინაშე ორივეს ინტერესებს ითვალისწინებდა აი აქ მარტო აჩის ინტერესები იქნა გათვალისწინებული და ის ძმები რო არიან ეხლა სტუმრად ყავდა რონალდებული შენ მეგობარია ხო და ტყუპები არიან ეგენს თუ ისე არა ტყუპები არიან აი თან აი ჩვენნაირი ანუ შენი ძმა ფრანკ დებურთან მეგობრობს შესაბამისად არა პრინციპში ორი ორზე მეგობრობა მეც კი აჩიც მეგობრობს და ეხლა დიდი ხანი იყო ეს 4 დღით იყო ჩამოსული რა ხა რო გადავთვალე 4 გამოვიდა არა 4 კი არ გადავიდა როგორც კი 4-ს გადაცილდებოდა უკვე ძალიან შორს უნდა გავსულიყავით გაიგე ჯობდა ამ 4 დღეში აი ხო მერიოჩი ჯერ აეროპორტში ხო ჩამოფრინდით ხა აეროპორტში ისე ვქენი რომ ეს 4 კისერი არ გაგიშეს ეს ცოტა ქარია მეთქი ეს გაუკეთე რა ეგრე რომ მარტო წინ გაეხედეს და აქიდან ელაპარაკებოდა მე აქედან ხელი გზა უცე პასპორტი გამოვართვი გადამყრენი საბაჟოზე ყველაფერი ისე გამოვატარე და აი ამ ალია კოჩი გამოვატარე ესე რომ მანქანაში ჩავსვი აჩის გადმოურეკე რომ
ჩააბნელეთ შუშები მე ვუხარ რომ არ გაიხედო ეს გზა ნახე რა ასფალტი გვაქვს მეუნები ერთი ამკა არ არის მეც თუ გინდა ხავადალიე რაც გინდა ისკენი მანქანაში მაგრამ მაინც აქედან და იქიდან ველაპარაკებით ეს ხო და წინ დავსვი და სპეციალურად ხოჭი უკან დავჯექი რომ ესე დაშტეს რა ხო და როგორც კი ხიდზე ჩამოვედით თუ არა კაი მორჩე ხა დაღლილი იქნები მეთქი და მიხედე რა როგორც გინდა ისე დაჯექი დააშდა ამ ხიდზე რომ ჩამოვიდა დაიღენა ხალხით განათებული ნარიყალა ის სასწაული გააყოფირი რა მართლა დააყოფირი ეს ხიდზე გადმოვედით ამოვედით რუსთავაზე თავრობისა და რაღაც იქ მერიასთან წამოვედი და მივედით ბიჭო პარიზს გავსო აჩის უთხარი მეთქი შენ პარიზს თუ გავს მე თორ მარტო შენ კი არ იძახი ამას ახალს მეუნები რა არ გამაკვირო რა შენს განა მეთქი აქ პლატინები და იმადაა რა თქვა შენ მიედ მოედე ნუ მოკლედ ახლა ეს მერიოჩი ჩევიდე რაღაცა ბიჭო ხაზო გაროჩე რა ეს ყველაფერი მოვაგვარეთ მე სახში წავიყვანე მე და დამყავს რა მოკლედ ესე იგი ჭავჭავაძე გამოივლის რუსთაველზე ქვემოთ იქ შარდენის ქუჩაზე აბანოები და იგი დავატრიალებ ეგრე და წამოვალაკეთ ო ბიჭო მე გაეხლა მეთქვის ზღვასად არის ხო ისეთი რაღაცებია დავატრიალებ აქეთ მოკლედ მე გაწვიმდა ვაჩის მეუნები ახლა თუ დადგა ეს რო იცის ხოლმე ხო ესე რო გადარბიან ხოლმე ხო ლიზას კონცერტი იყო ხო ჩაეშა ხო ჩაგვეშ მაგრამ ნუ მაინც ჩავატარეთ იგი ჯიგრულად და იქ მივიყვანე რაღაც ძალიან ლამაზი იყო ნუ ლიზაც ძალიან ყველა ძალიან ლამაზი იყო ყველა ნუ ლიზა ვაფშე დედოფალივით იყო ძალიან ლამაზი მაგრამ მოასწრო ნახევარი სიმღერა ესეც ნახევარი გაწვინდა და რო გამოვედით აქ სტადიონი მე უთხარია ჩვენი სტადიონი რაღაცა და იქიდან მოდის ბიჭო ესეთი წვიმა ესე გადავირგვინე და ბარსელონას გავს წვიმაშიო და მომიწეს თუ ორ სიტყვას ვამატებდე ბარსელონას გავს წვიმაშიო აუ შეგი რა კაია რო წვიმს ღმერთო მე გამადლობელიო შენ სახელს ვენაცვალე შეგი წვიმაში თუ ბარსელონას გის 1-2 დღე შეიძლება რომ იწვიმოს აჩი მე ვთხარ წვიმას ხელი არ შეუშლია დაგლიჯა წვიმა დახურა პარიზი ბარსელონა მე ვთხარ ის ადღა უნდა წავიდე მე ვრჩები რა 9-ში ბილეთი გავაუქმე არსად აღარ მივდივარ საცხოვრო პარიზი ბარსელონა პარიზი ბარსელონა მოკლედ მე ჩავატარეთ რა მაგრამ სერიოზულად ჩავატარეთ იგი არაგზეც ყავდა ზემოთ ბოდბეშიც ყავდა ჯვარიც ვანახე ყველაფერი მოკლედ სერიოზულად რო წავიდა ისე წავიდა ხოთი რა საოცრად წავიდა აი ეგრე წავიდა რა საოცრად წავიდა და საოცრად წავიდა მოკლედ და თვითრიავში რო ჩავსვი ჩახვალ თუ არა მე ვთხარი ჩამოწია ისინი ხო რა აირზენასი გასკდა მეთქი და თურქიშიც არ გასკდეს რა აქ რაღაცა მეთქი სკდა ამსტერდამში წავიდა ხო ამსტერდამში რეისი იყო პარიზი ბარსელონა ამსტერდამი ხო პარიზი ბარსელონა ისტანბული ამსტერდამი ესე თვითონ ჩამოწია ეგრე ბალიში მიენა დაიწინე არაფერზე არ იფიქრო მოკლედ აღარ ინერვიულო ეხა იმედი ავრცელებს იქაც ხო ამბობს რომ აი თბილისი სერიოზულად ავრცელებს ეხლა უკვე რომ ირეკავენ ამ შეგილია ერთი დღე პარიზში გვინდა უგეუნებიან ერთი დღე ბარსელონაში ხო ეხლა ვაწყობ რა სასტუმროებს და ამც ესე იგი წვიმაში ბარსელონის სასტუმრო მინდა დაუბრუნო და
პარიზი როცა უფრო ღია ისე ტერასული ესასტუნა და აი ვეძებ ახლა დავდივარ რა მოკლედ და მე აი მაგორი დღის მე არ აქვს უყო და ცუდი გზა იყო ხო ესე იგი ვაფშე აი ერთი არ უნერვიულიათ რა აი თებს უყურებდნენ ზემო სასწაული მამაზია იქით მოკლედ მაგარი ჩავატა კარგი შეგეკითხები აგრეთვე მოსალოდნელ თამაშებზეც ხო ეხლა საფრანგეთთან გვაქვს და იტალიასთან ხო სექტემბერში ჯგუფი გყავს ძალიან რთული ქვეჯგუფი შეგვხვდა ხო ლიტვა ფარერები ხო უკრაინა კაი შინაურია მაინც და გაგვიგებენ და ერთი ორი კვირით ადრე გაუშვებთ სამთავრობო იმას რომ რა გაშვება უნდა იუეჭველი იქ იქნებია ერთი გადარეკვა უნდა რა ისეც ვერ მოვძებნით ახლა ტელეფონს რომელიც აიღებს ჭირ საერთოდ მაგრამ ერთი გამოერევა ხოლმე ბოლოს ნახდათ აიღებს გიორგა მაინც აიღებს ტელეფონს ამიტომ მაგი პრობლემა არ არის ფარერები უკრაინა არ ნერვულობ პარიზზეც აღარ ნერვულობ თუ მივამსგავსეთ სახში ვარ ხო იქაც შეიძლება მაგრამ აი ამ მილანს და იმას რა უყოთ არ ვიცი რა იმას რაღაცა ის გვინდა თოვლი გვინდა იქნებ თოლში რომს გავდეს თბილისში რა ხელები არიან სადგაიზა აგრეთვე ისეთი გასვლითი თამაშები ბევრი გქონია ამაზეც ის არის საინტერესოა ხოლმე ეგეთი ისა რა რამე ანუ აი ფული ადრე იყო ხოლმე როცა აი გასვლით თამაშებზე სხვაგან სადმე როცა ფეხბურთელებს ფული ეძლევათ დღიური ფული თუ რაღაც სუტოჩნის ეძახი მაგას გვაძლევდნენ ეს ბევრი იყო ხოლმე თუ ახლა გეტყვი ორი კვირით პაესკაში $13 ხალხი პეპსიკოლას და კოკაკოლას როგორც კი გახსნა აწეპებდნენ ხოლმე მე უკან ხო პატარა იმითი პატარას გახსნიან ხოლმე მე კარგად რო წყალით ეს ჩავდა გავსებდნენ რო ვითომ სავსე ერთმა კვარსარ დავასახელებ ხო იცი კოლმეურების თავმჯდომარე დიდი ესეთი შვეიცარიაში რომელიც წელი 92 წელი აი ახლა მაროჟ ნაყინები იყიდება ზემო რაღაც კაროჩი გამყიდველი არაჟდა ზემოდან მარტო აი ესეთი ვაფლი აქედან რაღაც არა ბოლოს ოჯე ესეთი ისრია რა ესეთი დამგვარებული და მოაქრა მაროჟი გადაიხადა გეუნები $9 რა თაიზო დააკრევინა რაღაცა $13 გაკვირა ორ კვირა გარისკა რა გარისკა და რომ მოვიდა სასტუმროსთან იქ ხოდგანა ბიჭები და ერთმა უთხრა რომ დამიტოვებ რა რაო წამოწმაო გავარჩიოთო წამო გავარჩიო ეხა მე ხო ნაუშად აი მაროჟნის ღორი ხო ხო ბიჭო რა არის ძმობაში მარო წამო გავარჩიოთო წამო თუ მე მტყვანი ვარო არ გიტოვებო წამო აი დავждეთო ეხლა და გავარჩიოთო დაჟეო ისე მომშევდაო კი რაღაც ჰამბურგერიც ვიყიდეო ზემოთ კრემს მელაპარაკებიო ვაფშე ისე შევდა ისე მომშივდაო კი რაღაც ჰამბურგერიც ვიყიდეო ბიჭო დამიტოვე არა ისა ამალოკინე და იდიო ნაყინი კაი რაღაც აი რა დაიქია ნაყინი კაი საჭმელი რაღაც ვაფლით და იმით იყო ხო რომ არა სერიოზული ნაყინი იყო 9 საათს გაკაჩავდა ხო სუფე ისეთი ყურვილის გძობას მარტო გაგიჩერდა დანარჩენი შიმშილთან საერთო არ ქონდა რა აი ეგეთი დიეტა არ არსებობს ერთი ჭამე და დაამთავრე მთელი დღე გეუნები რა დიზელივით იმბეხას გძე ოღონ დიზელზე ძვირი არის $9 რა არია $9 იმაში მაროში კარგი და აგრეთვე შეგეკითხები ენის პრობლემაზე რა ისეთ განსხვავებულ ენოვან ქვეყნებში გიწევთ ხო რა თქმა უნდა და ენის ბარიერის პრობლემა როგორ არის ხოლმე ყველა ენა ყარიცით რა თქმა უნდა არა ხო ყველა ენა ბურთმა ყველა ენა ის საერთოდ მაგრამ ბიჭები იყვნენ ნუ ენებზე ისეთი ისტორიები ხო ასნავ მოსკოვში რო ჩადიოდი ხო ვინც ახლა რუსული არ იცოდა იყო მოსკოვში ჩასლა ისეთი რამე იყო რა მაშინ აქ წავედით მოსკოვში რაღაც რასასტუმროში არ ლეონოკა
სუის სპორტი არლიონოკი ისეთი სასტუმროები იყო ხოლმე, ხო? აი სადაც სპორტსმენები, ქალი, კაცი, ყველა სპორტსმენი იყო, ხო? მაგიდის ჩოგბურთში იყო ნაკრები რა იმაში. ხო და ერეფანში თუ რომელიღაცა სართულზე აღარ მაგზოს მაგიდის ისეთ პინგ-პონგის მაგიდა დგას რაღაცა და უბერავენ რა. ახ და გაიჩიტენ ჩვენებიც რა და ანიშნა რა. გეთამაშო და ის არის ამტრევს იქაურობას. და ისეთ ჩინელები ესე თამაშობენ, ხო? მოკლედ ითამაშეს რაღაცა, ნუ იასნი ამან წააგო და მეორე დღეს ხვდება რა. გოგოს ხო? მე ჩაუარა და ახლა ამან იცნო ეთამაშა გუშინ ახლა ნუ რამდენ წუთში მოუგო, მაგრამ 6-7 წუთი ხო ითამაშა, სულ ხო მოუგო იმან და გაუშო, მაგრამ იმ გოგომ ნუ ის უყურადღებოდ ჩაიერა და მან მოატრია. Ты вчера на столице тенниса, а? Гого? Ты вчера на столице тенниса? На столице тенниса. Ты вчера на столице тенниса. Что вам нужно, молодой человек? Ты вчера на столице тенниса? Сегодня вечером, а? 7 часов. Вчера, сегодня, а? Моклет, хорошо, Иван. Ну, моклет, убирайся отсюда. Пошел вон, да иди сюда. მოკლედ ის დღე გადავაგორეთ რაღაც აკეთი და მეორე დღეა ან არ მოვიდა იასნია სემე ხო და ზის ლობიში რა ახლა კოლმეუნების თავმჯდომარე ხო და ეს გოგო შემოდის ესე და გაიარა და ამან დაინახა და ამან არ იყო რო გადამაგდო გუშტან ამან ბაქიბუკა დააყენა რომ უკვე მოლაპარაკე თქვა გოიმებო ვითომ კაიტი მე ესეთი რუსული მეო მოვაგვარეო რა ესე ოთახის ნომერს აჩენს მოგვარებულიაო და დაინახა ეს აი ხელა შპილკებით გოგო გარბის რა ხოდა ამან არ გადამაგდო დამაცადეთ ეხლა არ ჩამერიოთ ჩემი ეს იგინება არ ჩამერიოთ Ты почему вчера, а? Ты вчера, амис, сухой, арчамер, ты вчера, Ты почему вчера, Сэм, а? Ты вчера, молодой, арчамер, амасице, амис, ты вчера, а? Почему ты вчера, а? Да, ახალ სვიდანიას აკეთებს. და აქედან აძრობს იმას. ოთახის ნომერს, ასე რა. ჩირა. ჩირა, თან არ ჩამერიო? ამას ამის შენ მოიცადე მე ამას მე თვითონ მიმიშვიო. იქ გოგოს არ უკვირდა, რას მეუბნებოა? რას მინვაი? იცი ეგა ფული გადაახურდავეო. რას მინვაი? რას მინვაი? რას მინვაი? Молодой человек, в конце концов, раз мин вай. Да ჩვენ აქედან ვай. ესე მაინც რაღაცა ის რო უყურებ რაღაც ჟესტებისენი და ჟესტები ტიპი აი ტელეფონს რეკავს და если можно Анатолий можно? ჩუ რა მაცალი თან გაგაჩუებს იმის მაგრად გავიდეს და იქით ილაპარაკო. აცალი რა რაღაც საქმეზე. если можно Анатолий можно? იქიდან можно. გაეთიშა. გაეთე აკრეფა ისოია. ისოია აპეაცია. ისოია. ისოია. თუ კანაგზაზე რომ მოფრინავდნენ ზიან რა ესე და სტიუარდესა დადეს აკეთე კიდე ეს ტაქსს ათამაშებს აკეთე. ამას უნდა რომ ესე ხვალ რა მიაჭირა პენ Слушай, извините, когда чалите? Когда чалите? იმან დაუძახა კაპიტანს. პორტი დაინახე ხოლაზე ხარ ესე გააჩერა ის იმას აკეთებდა რაღაცებს ხო ექსიტ რაღაც. Когда чалите?
ძალიან დიდი მადლობა შოთა სტუმრობისათვის. მეც აღარ შეგაწუხებთ ამ პირობას გარდა. ძმებს მოგეთ. არა, როგორც კი ჩამოხვალ ხოლმე ყოველთვის მობრძანდი აუცილებლად. რო დადიხარ. აში ბიჭებს გაუშვებ ეხა ცოტა რუსეთი რაღაცებ დააგროვო და მე. ახლა რაღაცებს იმიტომ რომ ამ ბოლო დროს აღარ დადიან. სულ ევროპა უნდათ ეხლა რა. ხო, ეგ ჩვეულებრივად. ხო, იქ ის we get meine Freund რა. ეგრე დაიმახსოვრეს ჩაწერილი აქვს როგორ ხარ ჩემო არ გვამხანაგო. ხო რაღაც სიტყვა I'm a table რაღაცები დამუღამებულია. ხო როგორ იყო იმაში რა ქვია იმაში კეთო და კონტეში ხო იძახეს. შასიკო და შარვალი. ეგეთი მაჟეტები გაიფუჭეს სულ რა. კარგი და დღეს სანამ გაგიშვებ დღეს ერთი შემოთავაზება მაქვს ჩვენ აქ ფეხბურთი გვექნება დღეს ფინალი რა. აქ რო ვაკეთებ ხო. დამზადარია. ხო და გინდა რომ წვრთნელი იყო ერთ-ერთი გუნდი საფრანგეთი იტალია იქნება ფინალი რა. პრინციპში ორივე ძველობა მაწყობს და ორივე ფინალში არიან ხო? რომლის უფრო გინდა? ზიდანის პრინციპში ზიდანის ძველობა მინდა რა. ზიდანი იქნება ხო იმედია იქ რომელიმე. ეხლა ნუ საფრანგეთის ნაკრებში თუ ზიდანი არ იქნება ესე გეშლება შენ სხვა ნაკრებია. არა ხო დაანებ. ხო ზუსტად იცი ვინ ვის ეთამაშებს. არა ზუსტად ვიცი რომ საფრანგეთის თუ აი ზიდანი უნდა იყოს. საფრანგეთის ნაკრები რო არის ზუსტად. ეგა ხო იცი ვაფშე. კი რომელია ეგ? აი ცოტა გაცვენილით მაგრამ 10 ნომერია. თავზე აწერია? არა ზურგზე აწერია აქ მამალი ახალ. ნახდათ ვიციო საფრანგეთის ნაკრებია მაგრამ ზიდანში აი დარწმუნებული არა ვარ და რო გამოვლენ ნახოთ. ნახოთ აბა. კარგი ჯერ დიდი მადლობა სტუმრობისათვის ქალბატონებო და ბატონებო შოთა არველა. ძვირფასო მეგობრებო კიდევ ერთი თვალახმეული თამაშის მომსწრენი გავხდებით აქ ღამის შოუ სტუდიაში ეს იქნება უკვე ფინალი საფრანგეთი იტალია მაშასე საფრანგეთისა და იტალიის საფეხბურთო ნაკრებებს ვთხოვთ მოედანზე ქალბატონებო და ბატონებო თავი გტკივა? იტალიის სახელმწიფო ჰიმნი. იტალია, იტალია, იტალია. იტალია ჩემპიონ. თავით გავიტან გოლს, თავით გავიტან გოლს, თავით გავიტან გოლს, თავით გავიტან გოლს, თავით გავიტან გოლს. ჩაწოდე ტოტი მატაობას მორჩინ. ეს ხომ ფრანგები არიან? ეს ხომ ზანგები არის? ეს ხომ ფრანგები არის? ეს ხომ ზანგები არის? ეს ხომ ფრანგები არის? ზანგები არიან. ალბატონებო და ბატონებო, საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნი. ჩვენ ვართ საფრანგეთის ნაკრები. 8 წლის უკან ჩვენ ჩემპიონები ვიყავით. შემდეგ თითქოს და დაგვეცინა. ბაბა, მერე ჩვენ ბაბა. ბაბა, და ჩვენ შევცვალეთ ჩვენი ტაქტიკა. ბაბა. 4-4-2-ზე და გადავედით 1-4-5-ზე. ჩვენ ტემპს უმატეთ. მოუგეთ ესპანეთს. შემდეგ ჩვენ მოუგეთ ბრაზილიას. შემდეგ ჩვენ მოუგეთ პორტუგალიას. ჩვენ მოიგეთ. ბაბა, ჩვენ ბაბა. მაშასე შოთას თხოვრო დაიკავოს წვრთნელის პოზიცია. საჯი არის ფინიკიელი. მე ამ შემთხვევაში ვიქნები იტალიის
ჩემი ისარ ნაკრების დაგავიწყე მწვრთნელი. შეტევა. შეტევა. შოთა შენ უნდა უკარნახო როგორც ვანოს ასევე ჩაინიკას მეკარეს როცა ბურთი მაგისკენ წავა ამას რა უკანახო დადგეს და არ აწდება ბურთი. იდექი აწახვიდეს ორი გოლს ვერ გაგვიტანე. ხოდა გაანებე იდექი მაგრამ თუ გინდა ზურგი დადექი. მოდი დავიწყე. კარგი სულიერად ნუ გადაეხავ. ჩვენი დევიზია წინ. მოდი ხადანო. რო გეუბნები. აბა, თქვენ იწყებთ, თქვენ სკეჩი ხარით უკვე. ესე ფრანგები იწყებენ. ფრანგები წევი? ხო. ეხლა არ ანუ გამარჯვების თქმა არაცალო და დააყე. დავიწყე ერთწერ და ხო არ დავიზეთოთ ბიჭო. აბა დავინიშეთ. მოწინააღმდეგეს ფეხი აუხსთეს. დაარტყი ეგრევე. მარჯვნივ წადი ეხლა მარჯვნივ წადი. მიშა მარჯვნივ. ვანო წინ 4 მეტრა ვანო დაიფარე 4 მეტრი წინ ვანო პირველი ტაიმი დამთავრდა ანგარიშით 0-0. მიშა დამთავრდებოდა მაინც მე ვიცი. რა მაგარია ჩვენთან არ შეიძლება. ეგრერო დაიწყებთ რომ დავნოლითო. უკაცრავად რომ გახსენეთ, მაგრამ კარებები უნდა შეცვალო. ჯერ პირველი ტაიმი დამთავრდა, მეორე ტაიმი დაიწყო. აი, არ ვიცი, ჯერ არ ვიცი. ფინიკიელი ვარ, მეტი რა გინდა. ეს მოვა სტადიონზე და მე დამიწყებს გინება. აბა, ეხლა ფრანგები იწყებს. ვანო ფრანგები იწყებენ მე? იტალიელები იწყებენ, მე ერთმანეთს. მე რევიან ერთმანეთს. არ გაინდრე ვანო. დაიწყე კაცო. ვანო მოიქნიე. იტალიელები იწყებენ. იტალიელები გოგიჩი იწყებენ. და მე დაარტყი. ესე იგი, პირველი ტაიმი გითხარით, საერთოდ მორჩა დამატებით დროს თამაშობთ, კაცო. დამატებითი დროა, მაგრამ დამთავრდა ნიჩი, მაინც ნიჩია დამთავრდება. ნიჩია დამთავრდა ძირითადად. დამატებითია, კაცო, მასადე მოლაპარაკე. მე დამატება. ძირითადი დრო დამთავრდა ნიჩია. დამატებით დრო მიდის, წავიდა. დაარტყი. მარცხნივ. ნუ მაწაო. გაგზელე. უკან. იტალიას თუ თავის გარე რა უხარია, დამარ. არ გავიტანე? მაგიტანე სენსაციონალია. შენ გაიტან. ანგარიში 1-0 ჩვენ ვიგებ, ჩვენ. ვიგებ. არ მოეშვათ, ბიჭო. საფრანგეთის სასარგებლო. ხვედელიძე გოლი. დავიდა. მოიქნიე, ბიჭო. უკან, მაის მიშა მარჯვნივ. სადოა? გადავიდა დარტყმა კარიდან. ანუ 4 მეტრი გადა. დარტყმა კარიდან. დავიდა. დარტყმა კარიდან. გაჩერდი, ანდიყავი, წინ წადი. ხო. გოლ! გაია. გოლ, 1-1. 1-1. გოლი სა? ერთი კაცო და გავიდა მე გაჩერდი შენ. ანგარიშია 1-1. 1-1-ია. მოიცა, ვანო, მოიცადე. სადავ დგევარ, მითხარ. მიდი კიდე მიდი. ვანო, წინ მიდი და აი ახლა აქეთ წამოდი ჩემკენ ცოტათი. გოგიჩ საით. განა დარტყმა კარიდან დრო თავდება ახლა. მე ნიჩია მინდა კაცო. წინ დაუდე, წინ. დარტყმა კარიდან. დავიდა. ვასო უკან წამოდი. ეგ შოთა გატყუებს, არ დაუჯერო. უკან, აქეთ პირიქით. მიშა, მარჯვნივ. აი. ერთი. ვანო ახლოს მიდი. ვანო, აქინაბიჯი წინ. 1. ვასო წინ წადი. 2. ეგ დიდია გაჩერ 3. დაარტყი. აი შეუშალა. დამთავრდა. დამთავრდა. ნიჩია ამოვარდა. ნიჩია ამოვარდა. პენალტების სერია. ვასო. მოდი აქეთ მარცხნივ. ეხლა წინ წადი და იქით დადე. აუ ამას რა ჯარი. გაჩერდი, აი მანდ გაჩერდი. ფრანგები გიწყამენ თქვენ. ფრანგები ურტყამენ და შენ მე მისმინე კარგად. მიშა. დარტყმაინე პენალტი. ნიკა. დააყენე ბურთთან. ბურთიდან დავარტყმე. ორი მეკარია? მოდი ბატონო. ჰა? პენალტი ყოფილა.
არა, ვანო ურყავს. აგერა სიგიდეს ბურთი. აი, ვასო, უყურე. აი, უყურე. და დაჯექი. დაჯექი ვასო. დაი, უგეშინე. ენდე, შენი მწვნელი. დაჯექი. გოლი გაიტანო. თავარია. სასვენე ურყავს. მიშა, ეხა უნდა მოასწრო, რასაც გეტყვი, საით გადახტო. ანუ დააკე. მარცხი. ერთი გრაული. რანგება გაიტანეს ეს რადექი ბიჭო. ადექი შენი რიგია. ჰა? ვიგებ. იგებ არა ეს. არა, ამას თუ შეუგდე ორად. შენ უტყავ იქეთ ახლა. აქეთ. დათო, აქ თუ გავიდე ორად. დაადე ბუცები მოდი ეკა. დაათქე ეცადე. სადუშო ეს ბუცები ამ საწოდა ლილოზე დადიხარ საწყიდულო. ერთი თნოს იგებს საფრანგეთს. მოიცა ბურთი ვნახო ჯერ. აჰა. მოიგებს 100 წელი. დავარტყა. ერთი თნოია. ვასო, მოდი ისევ. აი აქ მოდი ჩემ ხმას გამოყევი, მოდი დაჯექი, დაისვენე. ყოჩა დაიგადა. დაღლილი ხარ და დაჯე. ეს ხუთი პენალტი არ იქნება მეჩქარება 3-3 დაარტყა. ვანო ჯიგარი. 3-3 პენალტი გეყოფათ, ისე ცოტა ხარ. აქედან დაარტყი, აქედან. კიდე შეფერს საცველებს ვერ ხედავ. აი აქედან უთხარი. აი აქედან უნდა დაარტყი. რამეს არ გამოედო ბიჭო, ისა რა ქვია. შოთა როგორ ისი? მოხვდი აქ, გარეთ რატო აფუჭებს უთხარი ასე. დავიდა. მოიცა, ჯერ უთხრა შოთას. შოთა, ესე იგი, როცა წამოვა, შენ უნდა ანიშნო რა დროს დაარტყს. აჰა. ერთი, აი, საშუალო ნაბიჯებით 1, 2, 3, მეოთხეზე ურტყავ, ანუ. დავიდა. მიშა, მოიზადე? 1, 2, 3 და უთხარი ეხლა. მიშა, მზადე. არა, მოიცადე. შეუძლია აქედან დაარტყას როგორც ცოტათი ძალიან ჩქარა არ მოიქნიო. ცოტა არა, დამაცად. ცოტათი წინ მიდის, ცოტათი კიდე ცოტა. აი, გაჩერდი. აი ახლა მოიქნიე და ბურთს გაარტყავ. ცოტა გრძლად მოიქნიე, რომ გააყოლო, ბურთს ფეხი რო გააყოლო. დასოკი დავარტყა? ნასოკი, მიდი. ეგეთი PlayStation-ი. გაგიტანეს. შესაძლოა. ეგეთი PlayStation-ი ძმა. ვიგებ კიდე? სულ იგებს. PlayStation 2. აგებ ორი. შენ როგორ იგებ ორი თუ? ეხლა თუ არ გაიტანე. სამდაბიჯზე გამოიყო. რო ვერ ხედავ თურაში უშლის ხედავ. დადი უკან. კაი, აი გაჩერდი. არა, შო არი ნერვიულო. ძალიან მაგრად. კარგად გახსოვს. ვასო, შორსა ხარ, ეხლა მისმინე ცოტა კარგად. ქვემოჩაწი. ძალიან შორსა. აი, პირდაპირ. აი, როგორ გეხარ პირდაპირ უნდა გაიქცე და მე განიშნე ბრაზილს და. ხელები ერთხელ. ნელა გავიქცევი. ნელა გაიქცე და მე განიშნე ბრაზილს და. დაიცა მე ურტყავს. წავიდა. მიდი, წადი პირდაპირ, წადი, კიდე, წადი, დაარტყი. მაშასე შენ ხედავთ და ვერ ურტყავთ და. ესენი არ ხედავენ რა. მაშასე აზრი აღარა. სურათი. ქოსა იტალია ქოსა. პენალტების სერიაში ანგარიში 2-0 გაიმარჯვა საფრანგეთის ნაკრებმა. დიდი მადლობა. იგო